გამარჯობა. ჩემს ვიდეოში ჩემი პიროვნება 4 ფერში, მე წითელი ფერი დავახასიათე როგორც მიზანსწრაფული ადამიანი, რომელმაც იცის რა უნდა და მიდის ამ მიზნისაკენ. მას ნაკლებად აინტერესებს ხალხი რა სიტყვის, მას აქვს ის დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ, რომ საზოგადოება და სამყარო მას უნდა დაეხმაროს აი ამ თავისი მიზნის შესრულებაში. და მას ეხერხება ასევე უარის თქმა, დაბრკოლებებს არ უშინდება, არის როგორც თქვი, ძალიან მიზანსწრაფული, ძალიან აქტიური და მისი ჭრილოვანი მხარე არის, რომ მას შეიძლება იყოს მკვეთრი, ის არ უყურებს სხვის ემოციებს, სხვის ტანჯვას მაგალითად. მას აინტერესებს თავისი მიზანი და მიისწრაფვის ამ მიზნისაკენ. როცა ოჯახში მაგალითად მშობელი არის წითელ ფერში, ან თუნდაც პარტნიორობაში ცოლ-ქმარი, ერთი მხარე არის გამოკვეთილი წითელი ფერი. ჩვენ ყველას ყველაფერი გვაქვს, მაგრამ როცა წითელი ფერი წამყვანია, ის აუცილებლად ითხოვს მწვანეს და ეს არის ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რა შეიძლება, როგორ შეიძლება მან იზრუნოს სხვაზე, რა შეუძლია მას სამყაროს, რომ გაუკეთოს, შესძინოს, მასზე იზრუნოს. ის არის ჰარმონიისაკენ მისწრაფული, 7 წყნარი ემოციები აქვს, მაგრამ თავისთვის შეინახავს ამ ემოციას, როცა წითელი ფერი თუ რაღაცა არ მოწონს, ის აუცილებლად ხმამაღლა განაცხადებს. აი, მწვანე ფერი დაფიქრდება, მე რომ ამას ვიტყვი, ხომ არ ვაწყენინებ ამას იმას და ბოლოს ისევ არჩევს, რომ თავისთვის შეინახოს და მწვანე ფერს შესაბამისად ექნება ასევე პრობლემა თავის ნაღლის ბურსთან ღვიძლთან მიმართებაში, რადგან იმას, რაც მას აწუხებს, კი არ გამოუშვებს და სამყაროს გადასცემს, არამედ თავისთვის შეინახავს. ჩვენ 4 ფერი გვაქვს, მაგრამ აი ამ ვიდეოში მინდა აი ამ 2 ფერის ურთიერთობას გავუსვა ხაზი, რადგან ძალიან ხშირად გვხდება ეს, როგორც თქვი, ესენი არიან ანტიპოდები და ერთმანეთს იზიდავენ, რათა დაჰარმონირება მოხდეს. ანუ მწვანე ფერი ვერ ბედავს ცხოვრებაში თავისი მიზნების შესრულებას, რადგან მას თუ მიზანი აქვს და ის თუ მიდრეკელია რომ ეფიქროს, რომ აი მე რომ ამას გავაკეთებ, ის რა სიტყვის, ეს რა სიტყვის, წინ ვერ წავა, ეს ცითას არ ადარდებს. ამიტომ ისინი შეიძლება იყვნენ კარგი გუნდი, როგორც ოჯახი, ასევე ბიზნესში, რადგან ისინი გადაინაწილებენ საქმეს და შესაბამისად გაუძღვებიან, მაგალითად წითელი ფერი აქვს მას ვიზია, ხედავს დიდ სურათს და შეუძლია მაგალითად პატარა ბიზნესი არ ვიყოთ, შეუძლია მისი დაგეგმა, შედეგის დანახვა და აი თუ პერსონალი ყავს მათთან ურთიერთობისათვის, ასევე სხვა საქმიანობისათვის აუცილებლად დაჭირდება სხვა ფერები და ასევე მწვანე ფერიც. მაგრამ აი მათ შორის ურთიერთობა როგორია, ეს არის საინტერესო. და აი ნახეთ, შეგიმჩნევიათ, რომ როცა მშობლები არიან ძალიან ისეთი გამოკვეთილი წითელი ფერი, რაც ასევე გულისხმობს, რომ ისინი ბევრ რაღაცას არ მოითმენენ, უფრო ექსტროვერტირებულია წითელი ფერი, ინტროვერტირებულია მწვანე ფერი. აი, ასე ვთქვათ, უფრო ხმაურიანი, უფრო გამოკვეთილი, რომ უფრო დიდან გარის არ გაუწევს ხას თავის აზრს მკახეთად სიტყვის. აი, ესეთია თუ მშობელი ასეთია, ძალიან ხშირ შემთხვევაში დააკვირდით თქვენ, შვილი ან შეიძლება შვილები იყვნენ უფრო ისეთები, რომლებთაც სուთ გაწონასწორება, რომლებიც ჰარმონიულები არიან, რადგან აი ოჯახში ძლიერი წითელი ფერი ყოველთვის მოითხოვს მწვანე ფერს. და აი აქ შეიძლება თუ არქეტიპულად შვილს მაგალითად მწვანე არ აქვს და იძულებულია განავითაროს, რადგან ოჯახში ეს ჰარმონია დაიცვას და ეს იძულება ხდება ქვეცნობიერ დონეზე, ეს არ ხდება გაცნობიერებულად, შემდგომ აუცილებლად ექნება პრობლემა აი ამ შემთხვევაში, რადგან მან რაღაცა აიღო, გაითავისა, რაც მისი ბუნებით არ იყო. და როგორ შენიშნავს ამას, თუ იტყვის, რომ აი მე მინდოდა ჩემი მიზნების შესრულება, ან მინდა და ამას ვერ ვასრულებ, რადგან ამ როლში მწვანე ფერში
იმ თავის ასე ვთქვათ რიგ მიზნებს ისე კარგად ვერ შეასრულებს, რადგან როცა გინდა ყველაზე იზრუნო, როცა გინდა ყველას ასე ვთქვათ მოусმინო, ყველა ანუგვეშო, ყველას ანგარიში გაუწიო, დღეს 24 საათი აქვს, შენი ენერგია შეზღუდულია და ამ შენ მიზანს ვერ შეასრულებ. უარის თქმა რომ გიჭირს, რასაკვირველია, გაქვს დიდი პრობლემა, რომ წახვიდე იმ მიმართულებით იქ, რაც შენთვის ძვირფასი არის. მოდით იცით ეს რომ უფრო კარგად აღვიქვათ აი ამ ორი ფერის, ამ ფერს შორის განსხვავება, როცა წითელია დომინანტი და როცა მწვანეა დომინანტი და სხვა ფერებიც არსებობს, მაგრამ ისინი ასე ვთქვათ, წარმოვიდგინოთ რომ აი არ თამაშობენ ისეთ აქტიურ როლს. მოდით მე თქვენ რამდენიმე ყოველდღიურ მაგალითს დაგისახელებთ და ჯერ აი ასე მარტივად გავშალოთ ეს თემა. ეხლა ნახეთ, წარმოვიდგინოთ, რომ წითელმა ფერმა გადაწყვიტა სახლში დამხმარე ქალბატონის აყვანა. ის გამოაქვეყნებს განცხადებას, ვთქვათ, სადაც დაწერს გარკვეულად და შემდეგ იმ განცხადებაში თუ ვიღაცა ვინც დაწერს ტელეფონის ნომერს, იმას დაურეკავს და გადაწყვეტს მაშინვე არ გაუჭირდება გადაწყვეტა ვინ უნდა მოიპატეჟოს გასაუბრებაზე და იქ გასაუბრებასაც ისე ჩაატარებს რომ მან იცის რა უნდა კითხოს, მან იცის რა უნდა და მას არ შეეშლება უთხრას რომ ეს არის გასაკეთებელი, მე ასე მინდა ამ საქმის გაკეთება. თუ ეხლა ამ განცხადების ქვემოთ კომენტარები იქნება და ისინი ხშირად არის და ქართულ სოციალურ ქსელში მაქვს დაბეჭდილება რომ ადამიანები არიან, რომლებიც აი მთელი დღე ამით არიან დაკავებულები, სადაც მათ თუნდაც არ ეხებოდეთ ეს საქმე, აუცილებლად რაღაც მწარე კომენტარებს დაუწერენ, ის საერთოდ არ მიაქცევს ყურადღებას, ან თუ მიაქცევს, ძალიან მკვახე პასუხს დაუწერს და მიანებებს თავს. იმიტომ მისთვის თავარი არის, რომ ნახოს ადამიანი, რომელიც მას ჭირდება. ეს არის მისი მიზანი და ის ამ მიზნიდან აქეთ-იქეთ დიდ გადახვევებს და ემოციურ გადახვევებს მით უმეტეს არ გააკეთებს. იმ ქალბატონს, რომელსაც ეს აიყვანს არა იმიტომ, რომ ის იტყვის, რომ აი მე ასეთი ფული მჭირდება და მე ამდენი სახში ბავშვი და ასე და ისე, არამედ აიყვანს იმას, რომელზეც მას დიდი იმედი ექნება, რომ საქმეს ისე გააკეთებს, როგორც მას უნდა. თქვათ, აიყვანა უკვე იქაც ეტყვის მაგალითად სახში მუშაობს, ხო? ის აუცილებლად ეტყვის, რომ ის რომ მოვა დაიწყოს მისი ოთახიდან, რადგან მას ჰქონდეს თავისუფალი დრო. ესე იგი, ის ცხადად და ყოველგვარი ეჭვის გარეშე განუცხადებს, რომ ისმის მოვა ის ქალბატონი უნდა გააკეთოს საქმე, როგორც მას უნდა და არა ისე, როგორც ამ ქალბატონს წარმოუდგენია. თუ მოხდა, რომ დაიგვიანა სულ ერთი არა მიზეზით, აქაც ძალიან სერიოზულად და მის პოზიტიურ განვითარებაში თავაზიანად, მაგრამ მკაცრი თავაზიანობით მოსთხოვს, რომ ეს არ მოხდეს, რადგან მას შემდეგ საქმეები აქვს და ის დრო კი მას ის ამ დროს ითვალისწინებს ამ ასე იგი რადგანაც ბინაში უნდა იყოს იმ დროს, ხო. ეს ის ვარიანტია, როცა ის ბინაში, თქვა, სამუშაო ოთახი აქვს და მუშაობს. და თუ მოხდა ისე, რომ ამ ქალბატონმა რაღაც გააკეთა, რომელიც მას არ მოეწონა, აი წითელი არის ის ფერი, აი როცა ადამიანს უნდა პატარა რაღაცაც გაკეთდეს ისე, როგორც მას მიაჩნია და არავით არ ახსნა განმარტებებს და შეკამათებებს და მობოდიშებებს და რომ ეს ასე ჯობია, აი ძალიან ძნელია მისთვის აი ამის ასე ვთქვათ ახსნა, ამის თქმა, მან იცის მას რა უნდა. უნდა ადამიანმა ალბათ დიდი დიპლომატია გამოიყენოს, რათა მან ეს რაღაცა ნაწილი თუ ეს მართლა შეიცავს რაღაც აუცილებლობას, რომ გაიგოს. ეხლა ხო, კიდევ ის ვარიანტი, რომ თუ ამ ქალბატონმა რამდენჯერმე დააგვიანა ან რაღაც ისეთი გამოიჩინა, არ გაუჭირდება მას და აწოდით არ დაფიქრდება, ისევე დაამთავრებს ამ ურთიერთობას. ეხლა მწვანე დაწერს განცხადებას, იქ 1000-ჯერ კარგად მოიფიქრებს, ამ განცხადებაში რა იყოს, ესე იგი ძალიან ისეთი იმით პოზიტიურად, ყველაფერს გაითვალისწინებს, ქვემოთ კომენტარებს რო ჩახედავს, გული ძალიან ეტკინება, იქ შევა ურთიერთობაში, ყველას დაუწყებს ახსნას, ან მცირე ნაწილს მაინც, რომ არა მე ასე კი არა, ასე ვფიქრობდი, რომ მე ასევე ვფიქრობ იმ ადამიანზე, ახსნა განმარტებები, შემდეგ ამ
რომ აიყვანს და გადაწყვეტილების მიღებაში ძალიან დიდი როლი შეიძლება შეასრულოს, რომ ვიღაცა ერთი ქალი, ახალგაზრდა ქალი მაგალითად შეეცოდოს, რადგან ბავშვი ჰყავს, რადგანაც სხვა სამსახური არ აქვს და აი ეს ქალბატონი თქვათ სამი კანდიდატიდან შეარჩიოს ეს. შემდეგ აუცილებლად მწვანე ფერი განსხვავებით წითელი ფერისაგან წინასწარ დაალაგებს სახლს, ან მოამზადებს ისე რომ იცით თუ ის ფიქრობს რა სიტყვის ხალხი, თუ ეს მისი თავარი ესეთი ეს არის რომ თქვა მნიშვნელოვანი წინადადება არის მის ცნობიერებაში, ის აუცილებლად იფიქროს რა სიტყვის ეს ქალი რომ მოვა, ესე იგი უნდა სახლი დავახვედრო წესრიგში. შემდეგ აი ამ დალაგების პერიოდში ის აუცილებლად იზრუნებს მასზე. შეიძლება თუ ის პატარა ის არის და სკამზე ან რაღაც რასაც ვეძახით ასვლის დროს თუ რაღაცას ვერ წდება, ის აუცილებლად თვითონ ავა და შეიძლება ესეთი სიტუაცია შეიქმნას, რომ ის ასულია ზემოთ, წმენდავს თვითონ, ეს მისი დაქირავებული ქალბატონი დგას ქვემოთ და ის ზემოდან ესაუბრება და ართობს კიდეც ამ ქალბატონს, უყვება რაღაცა სასიამოვნოს ან რაღაცას ისეც, ცდილობს შეიტანოს კარგი განწყობა ამ სიტუაციაში, შემდეგ აუცილებლად რაღაცას შესთავაზებს ამ ქალბატონს, იზრუნებს რომ პაუზა ჰქონდეს. იცით ეს ყველაფერი არის ძალიან ძალიან კარგი, მაგრამ როდესაც ის მიხვდება და სხვა დეტალებიც გამოაჩენს, შეიძლება თქვა დაიგვიანა, მას ექნება გაგება. თქვა იმ დღეს არ შეეძლო, მასაც ექნება ამისთვისაც ექნება გაგება. ის მერე შეამჩნევს რომ მთელი დღე არის დაკავებული ამით, რადგან ერთხელ დაიგვიანა არ უთხრა, მეორე დაიგვიანა არ უთხრა, უკვე შეიძლება ეს გახდა უკვე წესად და ვერ გაბედავს უთხრას რომ ეს ასე არა, აი თუ გაბედავს იმაზე მთელი დღეები ინერვიულებს, მოიფიქრებს, გადახარშავს, გადმოხარშავს, ხელს დაეკითხება და შემდეგ ისე მოზომილად ეტყვის, რომ შეიძლება მისი ნათქვამი ისე კატეგორიულად არ გამოჩნდეს და შემდეგ ძალიან გაუჭირდება თუ მიხვდება, რომ არა მე ეს არ მაწყობს და მე უკვე ორი ადამიანს აქვს ჩემთვის ნათქვამი, რომ მე ვალაგებ ჩემს სახლს, იმიტომ რომ იმდენი ენერგია მიდიოდა კიდე და ან ფულს ვიხდიდი და თანაც ვეხმარებოდი და თანაც ის საბჭივა მქონდა, რომ მე მთელი დღე უნდა ავეწყო მას. ეს ეხლა ყველგან ასე არ ხდება, მაგრამ აი ეს თუ აქედან რიგი ისტორიები, პატარ-პატარა ისტორიები გეცნოთ, ესეც არის დამახასიათებელი. ეხლა მე ვცდილობ, რომ აი ამ ორი ფერის ურთიერთობაში რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია ჩავდიო. ასევე მაგალითად წარმოვიდგინოთ შემდეგი მაგალითი, როცა წითელ ფერს ურეკავთ და ხანგრძლივი საუბარი, ამას კი დრო არ აქვს. ის მაშინვე იტყვის, რომ გთხოვთ დაკონკრეტდეთ რა შეა საქმე, არ გაუჭირდება გითხრათ თუ რომ მას დრო არ აქვს და უნდა დაკონკრეტდეთ, უნდა თქვათ და დაგემთავრებთ საუბარს. აი მწვანე ფერს ძალიან გაუჭირდება ამ საუბრის დამთავრება, იმის თქმა რომ მას დრო არ აქვს, იმის თქმა რომ მას შეიძლება რაღაცა ეწובה. ან გასასვლელი არის ის იოლად შევა იმ სიტუაციაში, როცა მოგისმეთ მით უმეტეს თუ მას ემოციურად ესაუბრებიან, თუ ვიღაცამ დაურეკა და გულს გადაუშლის, ის ვერ ეტყვის რომ მე ახლა დრო არა მაქვს, უნდა დავამთავრო საუბარი. ესეც არის ერთ-ერთი დამახასიათებელი ძლიერი მწვანესათვის. აი თუნდაც ეხლა ჩემს ბლოგთან ურთიერთობა. აი ნახეთ, წითელი ფერი არის ის კატეგორია, რომელიც მის თუ ასევე მის ჭრილოვანი გამოვლინების ელემენტების დაემთხვა, რომელიც აუცილებლად მოითხოვს, რომ ყველა ჩემი ნათქვამის სიტყვა, ვიდეო, აზრი გაჟღერებული მის შინაგან სამყაროს და მის მიერ აღქმულ სამყაროს მიესადაგოს. მაგალითად მოისმინდა რამდენიმე ვიდეო დაჩაკმაყოფილი და შეიძლება დამეწერა რაღაცას და პოზიტიურიც შემაქო კიდეც და შემდეგ ხედავს ვიდეო, სადაც მისი და ჩემი აზრი გარკვეულწილად განსხვავდება. აი იქ უკვე თავდება მისი ჩემთან ურთიერთობა, რადგან წითელ ფერს უჭირს, ძალიან უჭირს იმის მიღება და მე ვამბობ ამ შემთხვევაში მის ჭრილოვან გამოვლინებაში განსაკუთრებით, რომ სხვა განსხვავებული აზრი აქვს ვიდრე მას. და ეს არის მისი ძალიან ესეთი ნეგატიური ჭრილოვანი მხარე, ეს აძნელებს მასთან ურთიერთობას, როცა მწვანე ფერს აქვს გაგება, რომ მას რაც აზრი აქვს, სხვა შეიძლება სხვა აზრი ჰქონდეს.
და აქედან გამომდინარე, აი ნახეთ, ამ წითელ და მწვანე ფერს შორის ურთიერთობა დიდი დაძაბულობით არის ცნობილი და მაგალითად ინტერნეტში და რომ ჩაწეროთ თქვენ ახლა ხელოვნურ ინტელექტში იმის ნარცისის და ემპათიის ურთიერთობა, აი სწორედ ეს არის უფრო ძლიერი წითელის ჩრდილოვან გამოვლინებაში და ასევე ესე იგი ძალიან ძლიერი მწვანეს ჩრდილოვან გამოვლინებაში ურთიერთობა, როცა ერთი მხარე ფიქრობს საკუთარ თავზე და მეორე მხარე ფიქრობს მასზე. და ეს პოზიტიურ გამოვლინებაშიც როგორც თქვი, ასია. წითელი ფერი წარმოდგენა სამყაროზე არის, რომ აი ნუ რა შეიძლება რით შეიძლება დამეხმაროს სამყარო ჩემი მიზნების განხორციელებაში და მწვანე ფერი კი რითი შეიძლება დავეხმარო სამყაროს. და რასაკვირველია, როცა ძლიერი მწვანე გვაქვს წითელი ფერი, ძლიერი წითელი ფერი, თავის თავზე არ იმუშავებს ის, ვერასდროს ვერ მიხვდება რატომ იმუშავოს საკუთარ თავზე. იმ გამონაკლისების გარდა თუ მასში სხვა ფერების სიძლიერე ამას მიახვედრებს. მაგრამ აი მწვანესთან არის აუცილებლობა, რომ მან კარგად გაანალიზოს თავისი თავი და საკუთარ თავზე იმუშაოს, საკუთარ თავში გააძლიეროს წითელი ფერი, ეს არ ნიშნავს, რომ ის გახდება დომინანტი წითელი ვერ შეძლებს და არც არის საჭირო. მან აღმოაჩინოს თავის არქეტიპული სიძლიერე, რადგან ეს ძლიერი მწვანე შეიძლება მისმა ოჯახურმა სიტუაციამ გაუცნობიერებლად ყოველგვარი განზრახვის გარეშე, ასე ვთქვათ, აკიდა. და ეს ისე გაითავისა ეს როლი, რომ შემდეგ, აი ეს არის ის ადამიანი, რომელიც არის ამ როლში ისე უსმენს მოთმინებით მეზობელს, შემოდის მეზობელი და საათობით დროს ართმევს, ვერ ბედავს რო უთხრეს, რომ მე საქმე მაქვს და შემდეგ გვიან ღამემდე ზის და გამოუძინებელი წავას სამსახურში. აი და ეს მას აბრაზებს, მაგრამ ვერ ქმედებაში ვერ მოდის. ესე იგი, თუ ეს მწვანე მისთვის ისე ორგანულია, მაშინ ისე უნდა შეერგოს ეს სიტუაცია, რომ არ გაბრაზდეს, მაგრამ თუ მას ეს აბრაზებს, თავისი უმწეობა თუ აღიზიანებს, ნიშნავს, რომ ეს უკვე წითელი ფერი არის და შესაძლოა ეს არსებული წითელი ფერი იყო რაღაც გარკვეული რაოდენობით, ჩვენ ვიცით, რომ აი თქვენ უკვე გაჩვენეთ კიდეც და მოდით მაინც შევხედოთ, აი ნახეთ, აი ამ ნახეთ. აი მოდით. ნახეთ. ნახეთ, აი შეხედეთ, თუ წითელი ფერი, მაგალითად, ეხლა აქ არის 100-დან რომ ავიღოთ 25 ასეა განაწილებული, ეს ასე რასაკვირველი არ არის და ეს არის ჩვენი ორიგინალურობა, ნიშნავს, რომ თქვათ, იყო წითელი ფერი, თქვათ 20% და ეს კიდევ უფრო ამ ოჯახური სიტუაციის შედეგად შემცირდა კიდევ უფრო ნაკლები გახდა და ასე ვთქვათ, მწვანეს გადაეცა. აი სწორედ აი ამ კორექტირებაზე ვამბობ, რომელიც არის აუცილებელი, რათა აი ამ ძლიერ მწვანეში არსებული პიროვნება არ დარჩეს თავისი ცხოვრებით უკმაყოფილო, რათა მან შეძლოს თავისი მიზნების განხორციელება და რათა მან შეძლოს იმის გარკვევა თუ რა არის მისი პოტენციალი, რადგან აი ეს აქტიური მწვანე, გააქტიურებული მწვანე, ზომაზე მეტად გააქტიურებული მწვანეს ვამბობ, თორემ მწვანე ფერი არის აუცილებელი და საზოგადოებისთვის ძალიან ძვირფასი თვისებებით შემკული ადამიანი. აი ეს ზომაზე მეტად გააქტიურებული მწვანე მას მის ცხოვრებას ძალიან შეუშლის ხელს. ისე რომ ვისაც ეს თემა გაინტერესებთ, შეგიძლიათ დამიწეროთ, რომ ვიცოდეთ თუ რამდენად დიდი არის აი ინტერესი აი ამ ორი ფერის ურთიერთობაზე. მე ძალიან ბევრ მაგალითებს ვხედავ, შემდგომ ვიდეოში კი ყვითელ და ლურჯ ფერებსაც შემოვიყვან. ჯერჯერობით კი მოდით ახლა ჯერ ეს ჯერჯერობით კი დაგემშვიდობებით და აი დააკვირდით თქვენს ცხოვრებაში, ასევე სხვების ცხოვრებაში ამ მწვანე და წითელი ფერების ურთიერთობას. კარგად ბრძანდებოდეთ, დიდი მადლობა.